ჩატარებული. პირველ მებრძოლს როლანდ პლუშნიკოვი! ზუსტად ის წყვილია და ის ერთ-ერთი მებრძოლი არის როლანდზე არ ვამბობ, მისი ოპონენტი, რომელიც საკმაოდ ექსცენტრიული არის, საკმაოდ საინტერესო არის, თავისი ქცევიდან გამომდინარე, თავისი სტილიდან გამომდინარე, მაგრამ ჯერჯერობით მოდი ახლა როლანდზე ვილაპარაკოთ, 27 წლის 70 კილოგრამის, მისი სიმაღლე არის 175 სანტიმეტრი და მისი რეკორდი არის 0-1. ჯერჯერობით წაგებით დაიწყო მან ჩვენთან ასპარეზობა. მისი პირველი ბრძოლა გაიმართა ვენუს ულაბერიძესთან ბათუმში 2023 წელს. ძალიან მაგარი ბრძოლა ჩაატარეს. გურამმა კამბექი შეძლო ბრძოლის შემოტრიალება, მაგრამ ეს ბრძოლა წაგებული არ არის როლანდ პლუშნიკოვი მეგობრებო! როლანდმა იმ საღამოს ერთ-ერთი ძალიან მაგარი პერფორმანსი შემოგთავაზა. შევხვდეთ ჩვენს მებრძოლებს. დღეს როლანდისთან რინგს გაიზიარებს გორელი განგსტერი თორნიკე ციკლაური! ეს ზუსტად ის მებრძოლი განგსტერი, რომელიც საკმაოდ საინტერესო პიროვნება თვითონაც და ბრძოლებსაც საკმაოდ საინტერესოს გთავაზობს. იგი არის 23 წლის, 70 კილოგრამი, 177 სანტიმეტრი სიმაღლე. მისი რეკორდი არის 2-3-ზე. მიუხედავად იმისა, რომ მეტი წაგება აქვს, მაინც საკმაოდ საინტერესო ბრძოლებს გთავაზობს. ნახოთ მატჩ რევანში მან წააგო პირველი ბრძოლა და მატჩ რევანში თორნიკე განგსტა ციკლაური მეგობრებო! თორნიკეს ეთყობა, რომ სულ მოუთხოვნა დელის ამ ბრძოლის დაწყებას. მან მოითხოვა შიშველი ხელები და როლანდი დათანხმდა მას ამ შეთავაზებაზე. მაშასე სპორტსმენი ჩემსგან ხელმარცხნივ როლანდ პლუშნიკოვი არის 27 წლის, იწონის 70 კილოგრამს, მისი სიმაღლეა 175 სანტიმეტრი. და როლანდის რეკორდია 1-1-ზე როლანდ პლუშნიკოვი მეგობრებო! მე მოგახსენებთ, მე ბოდიშს მოგიხდით. მე პატარა იყო როლანდის პირდაპირ თორნიკე განგსტერ ციკლაური არის 23 წლის, იწონის 70 კილოგრამს, მისი სიმაღლეა 176 სანტიმეტრი, მისი რეკორდი კი 3-5-ზე თორნიკე განგსტა ციკლაური! აკაც შეცდომა იყო. აპლოდისმენტები ჩვენს რინგ გოგონებისთვის. შეცდომა იყო როლანდის ჯგუფში, ანუ შესაბამისად 0-1-ზე როცა თქვი მისი რეკორდი არის 1-1-ზე. პატარა ტექნიკური ხარიზი გაგვეყარა ბოდიშით. დავალუნდოთ მებრძოლების დაველოდოთ დაწყებას. პირველ რაუნდის დასაწყის ახლა საწყის მისცემს ნიშანს მანუჩარ პაშილავა ჩვენი რეფერი და დაიწყო ეს ბრძოლა არის შიშველი მუშტებით შეგახსენებთ. ზვერავენ დისტანციიდან ორივე მებრძოლი. თორნიკე წინა ჰუკით ცდილობს რომ გახსნას ბრძოლა. აი კლინჩი დისტანცია შეამცირა ახლა როლანდმა, ახლა კლინჩი უფრო აქტიურობს საშუალებას თორნიკე ახლა კლინჩი რო იმუშაოს როლანდმა. კი, მძიმე დარტყმები აშკარად არ მეუღია. თორნიკემ როგორც თქვა, ნოკაუტით აპირებს დამთავრებას და ნახოთ როგორ გამოუვა თავისი ნოკაუტის ასრულება. ჯერჯერობით როლანდს უკავია ცენტრი, თორნიკე მეორე ნომრად ცდილობს რომ იმუშაოს, ალბათ კონტრდარტყმებს ელოდება. კუთხეებიდან ჩვენ გვესმის ახლა დარიგებები. ცოტათი თითქოს ცოტათი პასიურები არიან, უფრო მეტად დაზვერვას აი როგორც არა ეხლა ჩაერთნენ. თორნიკე გვანიშნებს რომ კეფაში მოხვდა დარტყმა. ვერ დავინახე სამწუხაროდ. არა შეიძლება დაასრულოს თუ არა. არა თორნიკე თორნიკე გამოთქვამს მზაობას მაინც. დროსაც შერებს მსაჯი.
დავალოდოთ რა მოხდება. რა ვერდიქტს გამოიტანს ჩვენი ექიმი, მისცემს რომ ბრძოლა დასრულებული იყო, მაგრამ არა, ბრძოლა არ არის დასრულებული. ეხლა ჩვენი ვინაიდან სპორტსმენს მოხდა კეფაში ბრძოლა არ არის გაჩერებული. მცირე დრო მიეცემა. თუ მზად იქნება რომ გააგრძელოს, ეს ბრძოლა გაგრძელდება. როგორც ხედავთ, თორნიკე გამოთქვამს მზაობას, აი გამეორებას უყურებთ ეხლა. ნახავთ კი. კი, ნამდვილად. მარცხენა ჰუკი მოხდა კეფაში. ძალიან დაბლა დახარა და შესაბამისად მარცხენა ჰუკი მოხდა. განახტა ურთაბრძოლა. როგორც ვამბობ, თორნიკე კონტრდარტყმებზე არის ორიენტირებული. უკანა ოვერჰენდით ცდილობს მისი ოპონენტის დაზიანებას. ცენტრი ისევ როლანდს უკავია, მაგრამ უკვე თორნიკე წინ ცდილობს შესვლას, რომ ცენტრი დაიკავოს. საინტერესო ბრძოლა არის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ნაკლებად არის მიიღო დარტყმა. აი, თქვა მინდოდა ნაკლებად ურტყავენ ერთმანეთს თქო და პირველი დარტყმაც მიიღო თორნიკემ. მარცხენა ჰუკი მიიღო თუ სწორად იმედია ადგება, უთulis ახლა რეფერი. როგორც ხედავ. არა, დასრულდა. თორნიკე სერიოზულ ნოკდაუნშია სამწუხაროდ. დასრულდა ეს ბრძოლა, მესამე დროზე ადრე დამთავრებული შეხვედრა. მესამე ბრძოლა, მესამე დროზე ადრე დამთავრება და წლის ნამდვილად ძალიან მაგარი გახსნა. ხოთ, მაისური ჩაიცვათ, ბატონო როლანდ. აპლოდისმენტები როლანდის. და აპლოდისმენტები ჩვენს განგსტერს ასეთი თავდადებული ბრძოლისთვის. ბრძოლის შემდეგ როგორც ნამდვილ ბრძოლებს შეეფერებათ პატივისცემა ისევ ერთმანეთის მიმართ. საფეთქელში მოხდა თუ არა ვცდები ახლა. ახლა ჰაილაიტში ვნახავთ. აპლოდისმენტები შეტევა 1-2 და აი ამ დროს მოხდა. ახლობით კი საფეთქელის მიდამოში მოხდა. საკმაოდ სახიფათოა მან დარტყმის მიღება. ამ ბრძოლაში ნოკაუტით გამარჯვებულია როლანდ ბლუჟნიკოვი მეგობრებო. როლანდ მომიყევი როგორია გამას რინგზე პირველი გამარჯვება და შიშველი მუშტები ძალიან განსხვავდება თუ არა? შესანიშნავია, თავს გრძნობ ძალიან მაგრად. რავი, ძალიან მომეწონა შიშველ მუშტებზე ბრძოლა და ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი ბრძოლა არ იქნება შიშველი მუშტებით გამაში. ამიტომ რავი, ნახოთ რა იქნება შემდეგ და კიდე ერთი ბიჭი არის, რომელმაც მე გამომიწვია, რა ციკლაურს წინაზე რომ მოვუქ. თრეშტოლქერია ისიც. ქვაჩო, სად ხარ ბიჭო? სად? გამოდი ვიბრძოლოთ აქ. გინდა შიშველ მუშტებზე, გინდა კენტუშებით, ვიწვევ ქვაჩახიას ამ რინგზე, ან ოქტაგონზე, ან აქ. უკეთესი ალბათ აქ საბურავებში, მაგრამ ნახოთ. როგორც გამო, მე ვარ სარუტყვი. დიდი მადლობა ჩემ მეგობრებს, რომლებმაც ბათუმიდან ჩამოვიდნენ, ჩემი სამსახურის გუნდს, დიდი მადლობა ჩემს სეკუნდანტებს, მადლობა გოგის, რომელმაც პერსონალურად მომამზადა და ბათუმის MMA-ის გუნდს სპარინგებით, რომ რავი, მანები ვრებდნენ და ძალიან სპარინგს მართავდი მათთან. დიდი მადლობა ყველას და რავი, კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალწელს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ყველას. გაუმარჯოს საქართველოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მალე გამთლიანებული ყოფილიყავით ერთ მუშტად ძლიერები ყველა. იხარია ასეთი მებრძოლის აპლოდისმენტები როლანდს. მიულოცოთ მოგება და თავდაჯერებული ნოკაუტი. დიდი ალბათობაა როლანდ, რომ ერთ-ერთი პრეტენდენტი გახდე. ჩვენ